მოგესალმებით ყველას, მე მქვია ლევანი. Ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ჩემს მიერ აწყობილი ელექტროგამათბობელი, რომელიც საკმაოდ მცირე ელექტროენერგიას მოიხმარს და თუ მთლიანად არა ნაწილობრივ მაინც დაგეხმარებათ ეკონომია გააკეთოთ სახლის გათბობის დროს. ამ ბინის ან სათავსოსი ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ინტერნეტში ძალიან ბევრი მასალა ვნახე, კონკრეტულად YouTube-ზე. ეკონომიური გამათბობლების აწყობის თაობაზე 1000 საშუალებებს იყენებენ, ზოგი რას იყენებს, მე ასეთ ვარიანტზე შევჩერდი. აი ესეთი რამე არის, გაჩვენებთ ყოველი მხრიდან, უნაკლო დიზაინი არ აქვს. ჩემი ხელით ავაწყე სახლის პირობებში, იმ ხელსაწყოებით რაც გამაჩნდა, იმედი მაქვს თლაცოდი არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში თქვენ შეაფასებთ. თავიდან მინდოდა ესე ჩამოსაკიდი ვარიანტი გამკეთებინეთ, როგორც რადიატორები ფანჯრის რაფის ქვეშ, მაგრამ შემდეგ ესეთი ფეხზე დგომელა გოლგოლაჭებიანი ვარიანტი ავარჩიე, რომელიც შეიძლება გადაიტანო ოთახის სხვადასხვა ადგილას. ჩემი ოთახი დაახლოებით 17-18 კვადრატულია, 12 საათი მაქვს ჩართული დღის განმავლობაში და 18 გრადუსი უჭირავს სტაბილურად. თან მხოლოდ დღის განმავლობაში ღამე ღვთიშავ. ამ ვიდეოში გაჩვენებ თუ რა არის საჭირო ასეთი გამათბობლის დასამზადებლად, რა მასალა საჭირო, რა ხელსაწყოები დაგჭირდებათ, ისი შეძენა იქნება აუცილებელი, პრინციპში ბევრი არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი შეიძლება მოიძიო, შეიძლება ოჯახში მორჩენილი იყოს, ან რემონტის შემდეგ, ან თქვათ მეზობელს კონდეს და თხოვოთ, ვისაც სურვილი გაქვთ და მარჯვეხელი გიჭრით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაამზადოთ ეს გამათბობელი და გამოიყენოთ ოჯახში. ძალიან დაგეხმარებათ ელექტროენერგიის ეკონომიურ ხარჯაში. მე ამაში დავრწმუნდი უკვე, მთელი დეკემბერია უკვე ამას ვიყენებ თვებით ჩვეულებრივად. შედარებისათვის მინდა გაჩვენოთ განსხვავება თუ რამდენ ელექტროენერგიას, ანუ სიმძლავრეს მოიხმარს ჩემი გამათბობელი და რამდენს სტანდარტული ტენიანი გამათბობელი. ეხლა ეკრანზე ხედავთ ჩემ გამათბობელს, ამჟამად 71.9 გრადუსი არის ტემპერატურა მისი და მოხმარება ქსელში ჩართული 224.9 ვოლტი ან ქსელი, 220 ვოლტი, 1.13 ამპერია დენიზალა და 258.3 ვატი არის მოხმარებული სიმძლავრე. ეს არის ტენიანი გამათბობელი სტანდარტული, რომელიც მაღაზიაში იყიდება და მისი მოხმარება არის 2650 ვატი. ანუ თითქმის 10ჯერ მეტი აგერ ხედავთ, მარცხნივ 258.3, მარჯვნივ 2653. განსხვავება ძალიან დიდია, თქვენ თვითონ კარგად ხედავთ. ახლა რა დაგჭირდება ამ გამათბობლის დასამზადებლად? პირველ რიგში აუცილებელი ელემენტი არის კარბონის, ანუ ნახშირბადის ბოჭკოვანი კაბელი. ასეთ კაბელებს იყენებენ თბილი ატაკების მოსაწყობად, ზოგჯერ წყალსატემილებზე, თუ კი ამილების გაყინვის საშიშროება არის. კაბელები ჩვეულებრივ ეცდება ქსელში 220 ვოლტში და იმის ხარჯზე რომ კარბონის ბოჭკოს მაღალი წინაღობა აქვს, კაბელი თბება და შესაბამისად გამოყოფილი სითბო ათბობს ოთახს. ან სათავსოს, სადაც ეს თბილი ატაკი არის მოწყობილი. კაბელში შიგნით ეს შავი თმებივით რომ არის, ეს არის ზუსტად კარბონის ბოჭკოები და გარედან ის დაცული არის თბოგამძლე ელექტროიზოლაციით, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, დაახლოებით 100-120 გრადუსსაც კი. კაბელს ყიდვის შემთხვევაში კომპლექტში მოყვება სპილენძის ჰილზები, რომლებიც დაფარულია უჟანგავი ფენით და შავი ფერის ეს თერმული იზოლატორები. თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ორივე, ვიდეოში გაჩვენებთ შემდგომ. არსებობს სხვადასხვა წინაღობის კარბონის კაბელები, 12-ომიანი, 17-ომიანი, 33-ომიანი და 66-ომიანი. მე ამ შემთხვევაში 33-ომიან კაბელს ვიყენებ. 33 ომი არის 1 გრძივი მეტრის კაბელის წინაღობა. შესაბამისად 2 მეტრი კაბელს აქვს 66, 3 მეტრს 99 და ასე შემდეგ. ახლა მინდა ცოტა თეორია გაგახსენოთ, იმისათვის რომ გავარკვიოთ რამდენი კაბელი დამჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში, შემდეგ შემოგთავაზებთ უკვე აწყობის პროცესს.
როგორც გვახსოვს სკოლიდან სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით P-უდრის U კვადრატი გაყოფილი R-ზე, სადაც P არის მოხმარებული სიმძლავრე ვატებში აღინიშნება, U არის ზაბვაქცელში ჩვენ შემთხვევაში 220 ვოლტი, R არის კაბელის წინაღობა, იზომება ომებში ჩვეულებრივად. ფორმულიდან ჩანს რომ თუ გავზრდით წინაღობას ანუ R-ს და ძაბავს დავტოვებთ იგივეს 220 ვოლტს, სიმძლავრე შემცირდება. შესაბამისად, სითბოს გამოყოფა ნაკლები იქნება. და თუ შევამცირებთ წინაღობას, სიმძლავრე მოიმატებს, შესაბამისად გაიზრდება სითბოს გამოყოფაც. ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც 1 მეტრი კაბელის წინაღობა არის 33 ომი, ჩვენ უნდა გამოვითვალოთ კაბელის მინიმალური სიგრძე, რომელიც გამოყოფს საკმარის ან ოპტიმალურ სიმძლავრეს, ანუ სითბოს და თან ძალიან არ დაიტვირთება არც კაბელი და არც მისი იზოლაცია. თუ მაგალითად დავიღებთ 10 მეტრ კაბელს 33 ომიანს, როგორც ვახსენე, აი ამ ფორმულის მიხედვით მივიღებთ მოხმარებულ სიმძლავრეს. ეს არის 156.6 ვატი. თავიდან როცა ეს გამოვითვალე 156 ვატი სიმძლავრეზე გამოყოფილი სითბო ჩავთვალე რომ არ იქნებოდა საკმარისი, უფრო ვარაუდობდი ორჯერ მეც მაინც სადღაც 300 ვატამდე, ანუ თუნდაც 250 ვატამდე. მაგრამ მეორე მხრივ კაბელის წარმოებელი არ გვირჩევს კაბელის დატვირთვას გრძივ მეტრზე 25 ვატზე მეტი სიმძლავრით. შესაძლებელია იზოლაცია დაზიანდეს, არც საერთოდ დადნეს. ამის გათვალისწინებით ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვითვალოთ კაბელის მინიმალური სიგრძე, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ. გამოთვლებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს ფორმულა, სადაც L არის კაბელის მინიმალური სიგრძე, რომელიც გამოთვლაც გვაინტერესებს, ხოლო P მინიმალური სიმძლავრე 25 ვატი და დანარჩენი ყველაფერი იგივე არის. სიგრძეს გამოვთვლით შესაბამისი მონაცემების ჩაცმისას და გამოდის დაახლოებით 7.7 მეტრი არის მინიმალური სიგრძე, იმისათვის რომ კაბელი არ დავაზიანოთ დენში შეერთების დროს. თუ გვინდა რამოდენიმე კაბელის შეერთება ერთად, შეგვიძლია 7.7 მეტრიანი კაბელები პარალელურად ჩავთოთ ქსელში. ეხლა უკვე შემიძლია გაჩვენოთ გამოთვლების აწყობის პროცესი. როგორც ადრე გითხარით, კარბონ-ბოჭკოვანი კაბელებს იყენებენ თბილი ატაკების მოსაწყობად. მე შევეცადე ავაწყო იგივე მეთოდით, თუმცა შემცირებული მასშტაბით. ამისათვის დამჭირდება კერამოგრანიტის ფილა, რომელსაც აბაზანებში ვიყენებთ ხოლმე. ამ ფილაზე წინასწარ დავხაზე ნახაზი, რის მიხედვითაც ზიგზაგისებურად დავალაგებ კარბონის კაბელს. ისე რომ ორივე წვერი მოიქცეს ერთ მხარეს, რომ შემდგომში მე უკვე დენში შევაერთო. ასევე უკვე მომზადებული მაქვს კაბელიც, აგერ მარჯვნივ ხედავთ, ჩვენს მიერ გამოთვლილი 7.7 მეტრია მისი სიგრძე. აგერ მომზადებული მაქვს ყავაც, ყავის გარეშე, დოლის გარეშე და ტიკის გარეშე ვინ გაფრენილა, ხო? 30 ალბათ ფინალში შემომაშველებენ. ამჯერად ყავით დაკმაყოფილდები მხოლოდ. დავალაგე ეს კაბელი უკვე ზიგზაგისებურად, დროებით დამჭირდა რომ დამემაგრებინა ეს სამალიერო სკოჩით და შემდეგ უფრო მეტი სიმყარისათვის ვაფიქსირებ წებოს თერმული პისტოლეტით. წებოს პისტოლეტით მუშაობის დროს სასურველი არის რომ კარბონის კაბელები მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში დარჩეს. ეს იმიტომ არის საჭირო რომ როდესაც წებოცემებს ჩავასხავთ მომავალში, სასურველია კაბელი არ დაიძრეს ადგილიდან. ზოგან შეიძლება დაშორდეს ან დაუახლოვდეს ერთმანეთს და შეიცვალოს კაბელებს შორის მანძილი. უმჯობესია კაბელებს შორის მანძილი მაქსიმალურად თანაბარი იყოს შეძლების დაგვარად, რადგან სითბო თანაბრად გადანაწილდეს მთელი ფილის ფართობზე. თქვენ უკვე ხედავთ რომ კაბელი დაფიქსირებული არის ფილაზე, ზოლებს შორის მანძილი არის დაახლოებით 3.5-4 სანტიმეტრი. ძალიან ახლოს არ არის საჭირო იმისათვის რომ კაბელი არ გადახურდეს შემდგომში უკვე მოხმარების პროცესში. აქ მარჯვენა ქვედა კუთხეში ხედავთ დამჭერებით მაქვს დაფიქსირებული კაბელის წვერები, ერთი ფაზაზე წავა, მეორე ნოლზე. ახლა უკვე შეგვიძლია მოვამზადოთ კარბონის კაბელის წვერები დენში შესაერთებლად. ამისათვის ჯერ საჭიროა წვერები მივამაგროთ სპილენძის მავთულზე, სპეციალური სპილენძის გილზებით, რომელიც მოყვება კაბელს. გილზები ერთი მხრიდან ეცმევა კარბონის კაბელს, ხოლო მეორე მხრიდან სპილენძის მავთულს მრავალწვერიანს. უკეთესი კონტაქტისათვის იპრესება სპეციალური ბრტყელტუჩით ან ჩვეულებრივი ბრტყელტუჩით. გაითვალისწინეთ, რომ კარბონის ბოჭკოები საკმაოდ ნაზია და ბრტყელტუჩათი დაპრესვის დროს ნამეტანი ფანატიზმით ნომოუჭერთ, თორემ შეიძლება ბოჭკოები დაზიანდეს. პირველად მეც ასე მომივიდა, ძალიან დავპრესე და აწყობილი გამოთვლილის დაშლა და თავიდან მიერთება მომიწია.
ამის შემდგომ ვაცმევთ თერმულ იზოლატორს და მეორე ბოლოზე იგივე პრინციპით ვამაგრებთ ასევე სპილენძის კონტაქტებს. ეს კონტაქტები დროებით სატესტოდ მივამაგრე და მომავალში, როცა უკვე კარგად დავტესტავ და ასაწყობად გავამზადებ, ამ კონტაქტებს მოვაშორებ და პირდაპირ შევერთებ ფაზას და ნოლს. ბოლოს აუცილებელი არის, რომ გამზადებული წვერები დავაფიქსიროთ კერამოგრანიტის ფილაზე კაუჩუკის იზოლაციით. კაუჩუკის იმიტომ, რომ შემდგომში კერამოგრანიტზე უნდა დავასხათ წებოცემენტის ხსნარი და კაუჩუკის იზოლაცია დაიცავს უკვე ამ კაბელს, რომ წყალმა არ გაჟონოს თვითონ სადენში. აი კაბელი მზად არის უკვე, ასევე გავამზადე ჩარჩო ამ კერამოგრანიტის ფილისათვის. აი ასეთი კუთხოვანა უგოლნიკს რო ეძახიან, შევიძინე ელიავაზე და მისგან ავაწყე ეს ჩარჩო. ჩარჩო ჯერ ერთი რო უფრო ლამაზი გამოვა ვიზუალურად და თან უკანა მხრიდან, როდესაც უკვე წებოცემენტი დავფარავ გრანიტის ფილას, ღალიბის ფუნქციასაც შეასრულებს. და შუაში აიხედავთ თქვენ აქ ადგილი დავტოვე ალუმინის მილისათვის კაბელებს შორის. ალუმინის მილს მომავალში გამოვიყენებ, მასში ჩავდებ უკვე თერმოდატჩიკს, რომელიც გამათბობლის ტემპერატურას გამოგაზომავს მომავალში. ასევე ჩარჩოში ჩავაყოლე ხრახნიანი ღერძები, რვიანები მარჯვნივ და ეს მარცხენა მხარეს. დავაფიქსირე თვითონ კერამოგრანიტის ფილაზე და მომავალში ამ ღერძების საშუალებით მას დავამაგრებ სადგარზე და ჩემი აზრით უფრო მყარი იქნება, როდესაც ვერტიკალურად იდება ეს გამათბობელი. როგორც გითხარით, ეს სპილენძის კონტაქტები დროებით გავაკეთე, დასატესტად მჭირდებოდა, მუშაობს თუ არა უკვე კაბელი, მომავალში გავაუქმებ. აქვე მინდა გაჩვენოთ ესეთი კუთხოვანები, რომელიც ავეჯისთვის გამოიყენება. დავამაგრე 4-ვე მხარეს კერამოგრანიტის ფილაზე პოლიურეთანის წებო ჰერმეტიკით და შემდგომში უკვე ფანერისგან გამოვჭრი უკანა ფარს, რომელიც უკანა მხრიდან დამაგრდება უკვე ამ გამათბობელზე და მასეც დამაგრდება ეს კუთხოვანები, რომ შევკრავ ერთიანად. 8 ცალი კუთხოვანი მჭირდება 4 კერამოგრანიტისთვის, როგორც აქ ხედავთ და 4 ცალი უკანა ფარისათვის. ახლა თქვენ უკვე ვიდეოში ხედავთ ალუმინის პროფილებს. ეს არის გიფსოკარდონის მიმართველი პროფილები. რემონტის შემდეგ დაგვრჩა და დავჭერი 55 სანტიმეტრზე, რომ ჩაეტიოს კერამოგრანიტის ფილებზე. ეს პროფილები უკვე შეასრულებენ კონექტორის ფუნქციას, თითქმის აი ზუსტად ისე, როგორც კონექტორულ ბატარეებში არის. ანუ ქვემოდან შევაცივი ჰაერი, გაივლის გამთბარ პროფილებში და ამოვა ზევით უკვე გამთბარი ჰაერი და აგითბოთ შემდეგ უკვე ოთახს ჩვეულებრივად. 5 ცალი პროფილი გამომივიდა და მათ უკვე დავალაგებ თანაბარ მანძილზე კარბონის კაბელებს შორის. ახლა უკვე მოვიდა დრო გადავიდეთ ყველაზე ჭუჭყიან სამუშაოზე. ეს არის წებო ცემენტის მომზადება.
მე აბაზანაში მომიწია მწებოცემენტის ნარევის მომზადება და წინასწარ ჯობია რომ რაიმე ცელოფანის პარკი დააფინოთ როგორც მე. წებოცემენტისთვის გამოვიყენე ეს ლიდერფიქსის LF400-იანი წებოცემენტი. ამ წებოცემენტს იყენებენ აბაზანებში კაფელის ან მეტლახის დასაგებად რემონტის დროს. რამდენადაც ვიცი ქართული წარმოების არის და რა ვიცი მე მომეწონა. წებოცემენტი დაგჭირდება დაახლოებით 1.5-2 კილო. ამით მივიღებთ ნარევის იმ რაოდენობას, რომ 5-8 მმ-ზე დავფაროთ კერამოგრანიტის ფილა. ხსნარის მოსამზადებლად ჭურჭელში ჯერ ვყრით წებოცემენტს, როგორც თქვი 1.5 ან 2 კილოს და შემდგომ უკვე ვამატებთ ნელ-ნელა წყალს. თან ურევთ უკვე ჩვეულებრივ მიქსერით. მე ეს მიქსერი დელზე მივამაგრე და ისე აურიე. ურევთ სანამ მშრალი მასა მთლიანად არ გაიხსნება და შემდეგ უკვე ცოტა ხანი ვაყოვნებთ ნარევს იმისათვის რომ წავიდეს უკვე ქიმიური რეაქციები ნარევში. დაახლოებით 5-7 წუთის მერე განმეორებით ურევთ ისევ იქამდე რომ წებოცემენტის ნარევი არაჟანის კონსისტენციის გამოვიდეს. თავს აღარ შეგაწყენთ ახლა წებოცემენტის ჩასხმის პროცესზე. წებოცემენტი უკვე ჩავასხით დაახლოებით 8 მმ-ზე. შპატელით გადავასწორე რომ თანაბარი ყოფილიყო დონე წებოცემენტისა. ჩავალაგე ეს მიმართველი პროფილებიც დაახლოებით 3 მმ-ზე ჩავძირე სანამ სველი იყო და დაახლოებით 1 კვირა მოუწია წებოცემენტს გაშრობაზე. ახლა უკვე წებოცემენტი საკმაოდ მყარი არის და შეიძლება გავაგრძელოთ უკვე შემდგომი მუშაობა. აქვე გამოვჭერი უკანა ფარისათვის 5 მმ-იანი ფანერა 60-60-ზე, ზუსტად იგივე ზომა როგორიც არის კერამოგრანიტის ფილა. შევღებე კუთხოვანები დავამაგრე როგორც წეღან ვახსენე და გვერდითი ფარების მივამაგრე მარჯვნივ და მარცხნივ. ეს იმისათვის რომ სითბო არ გაიპაროს გვერდებიდან. სანამ გამათბობელს მთლიანად ავაწყობდე, მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი, შევხედო როგორ მუშაობს. ახლა ჩართული არის უკვე დაახლოებით 5 წუთია. თერმული სკანერით აგერ ტემპერატურას გავზომავ 45 გრადუსი, 46. სხვადასხვა ადგილას განსხვავდება ტემპერატურები, მაგრამ მთავარი ის არის რომ კაბელი მუშაობს და ნელ-ნელა თბება უკვე ეს გამათბობელი. 46 გრადუსია. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კიდევ გავზომავ. გავიდა 20 წუთი და მოხმარება ამჯერად არის 203.5 ვატი ელექტროენერგიის. ახლა წინა მხრიდანაც მინდა შევამოწმო გამათბობლის ტემპერატურა. წინა მხარეზე 66-65 გრადუსი აქაც მერყეობს, მაგრამ პრინციპში 68-69 გრადუსია შვენიერი. გამათბობელი მუშაობს, გავაგრძელოთ. გადავიდეთ ახლა შემდეგ ეტაპზე. აქ თქვენ ხედავთ, ეს არის გამანაწილებელი კოლოფი, 2 ადგილას ამოვჭერი სახურავზე, ერთი თერმული სენსორისთვის და მეორე ჩამრთელისთვის. ეს არის თერმული სენსორი 220 ვოლტზე მუშაობს. და ეს არის ჩვეულებრივ ჩართულ გამომრთველი, რომელიც გამორთავს და ჩართავს გამათბობელს. თერმული სენსორი, ესე იგი როგორც თქვი, 220 ვოლტზე მუშაობს, 2 წვერი მიდის ფაზადან 0-ზე და 2 წვერი მიდის თვითონ გამათბობლის კაბელზე. მოკლედ მინდა გაგიმართოთ როგორ მუშაობს ეს თერმული სენსორი. მოკლედ გააჩნია 4 რეჟიმი: P0, P1, P2 და P3. 4 რეჟიმიდან ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ 2 რეჟიმს, P0-ს და P1-ს. P1 რეჟიმზე დავაფიქსირებთ გამათბობლის მაქსიმალურ ტემპერატურას, რომელ ტემპერატურაზეც თერმოსენსორი გამორთავს გამათბობელს და P0 რეჟიმზე დავაფიქსირებთ მინიმალურ ტემპერატურას, რომელ ტემპერატურაზეც ისევ ჩართავს კვლავ გამათბობელს ეს თერმული სენსორი. ექსპერიმენტისთვის შეგვიძლია ჩვენ აქ ამჯერად შეერთებული მაქვს ქსელში უკვე თერმული სენსორი
და გამათბობლის მაგივრად მაგ ჩაერთებული ნატურა. დავაყენებთ 37 გრადუსზე მაქსიმალურ ტემპერატურას და 35 გრადუსზე მინიმალურ ტემპერატურას. როგორც კი 37 გრადუსზე მივა ტემპერატურა თერმული სენსორის ნატურა გამოირთვება, როგორც კი გაგრილდება თერმული სენსორი, ნატურა ისევ კვლავ ჩაირთვება. ეს არის თერმული სენსორის თავაკი. ახლა მივახლოვებ ნატურას, რომ გათბეს და აიწიოს ტემპერატურა 37 გრადუსამდე. აი ვახლოვდება ახლა 37 გრადუსს. აი გამოირთო ნატურა. ახლა დაიწყებს გაგრილებას თერმული სენსორი. გავაგრილოთ. როგორც კი ჩამოვა 35 გრადუსზე, ნატურა ისევ ჩაირთვება. აი ჩაირთო კიდევაც. ყველაფერი უკვე მზად არის, სამონტაჟო ყუთი, თერმოდატჩიკი, თერმული კონტროლერის თავაკს აი ამ ალუმინის მილში შევაერთებ. ავიყვან შუამდე დაახლოებით და ის განაკონტროლებს მერე ტემპერატურის ცვლილებებს. ასევე გამოვჭერი სადგარი, რომელზედაც მერე დამაგდებათ გამათბობელი, გორგოლაჭებსაც დავამაგრებ ზედ და სხვადასხვა მომეწონა, კარგი ხარისხი არის ეს გორგოლაჭები ელევაზე შევიძინე. გავხრიტე ორივე მხარეს და ამ ხვრელებში ჩავსვავ ხრახრიან ღერძებს და დავამაგრებ ვერტიკალურად უკვე ამ გამათბობელს. და ბოლო შტრიხი ეს ალუმინის 5 მმ-იანი ზედაპირი დავამაგრე უკანა ფარს, სითბოს აირეკლავს შიგნით და გაფანტვის საშუალებას არ მისცემს. აი მეგობრებო, ყველაფერი უკვე მზად არის, გამათბობელი აწყობილი არის, მუშაობს მშვენივრად. შევეცადე ეს ვიდეო მაქსიმალურად შემეკოცა, მაგრამ მაინც ცოტა გრძელი გამომივიდა. ფინალში დაგიწერთ თუ რა დამიჯდა ეს გამოთბობელი თავიდან ბოლომდე. რაც შევიძინე AliExpress-იდან, ბმულებს ჩაგიყრით აღწერაში და შეგიძლიათ გამოიყენოთ. მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე. მადლობელი დაგრჩებით თუ YouTube-ზეც მოიწონებთ ამ ვიდეო კლიპს. გისურვებთ წარმატებებს.